არის ყველაზე ისეთი ხშირად დაშვებული შესაბამები, რასაც მშობლები უშვებენ? აი თავიდან მაგალითად, როცა უნდათ რომ ენას შეასწავლონ. ან როცა ვთქვათ, უკვე ისეთ ასაკში მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, როცა უკვე შეიძლება დაგვიანებულია? ყველაზე დიდი ესე ვთქვათ, შეცდომა არის ის, რომ მოლოდინებს ვიქმნით ხოლმე ხშირად აჰა. და ძალიან ბევრს ვთხოვთ ბავშვებს. პირველი არის ის, რომ ხშირად ბავშვს ეშინია მშობლის იმედგაცრუების და ამის არაერთი მაგალითი გქონია ხოლმე, რომ აი დედა რას მეტყვის, დედა როგორ მომექცევა და ხშირად ყოფილა ხოლმე სტრესის, ასე ვთქვათ, საფუძველი. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ხოლმე ბავშვებთან ამ კუთხით. მეორე შეცდომა არის ის, რომ მუდმივად ვადარებთ ხოლმე ჩვენ შვილებს სხვა ბავშვებს. აინახე შენი მეგობარი როგორ სწავლობს ინგლისურს. მუდმივი შედარება იწვევს ხოლმე ძალიან დიდ შინაგან დათრგუნვას ბავშვებში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენთაგანში არის რაღაცა ვარსკვლავი, ინდივიდუალიზმი, განსხვავებულობა, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თუ ჩვენ სწორად მოგვიდგება მშობელიც და მასწავლებელიც და გარემოც, აუცილებლად შეიძლება რომ გავაღვივოთ ჩვენში ეს ვარსკვლავი და ნამდვილად გავხდეთ ენის ვარსკვლავები. ამიტომ შედარება ძალიან ცუდია და ზედმეტი მოლოდინების შექმნა.